ალაპარაკებს. ასე თუ ისეა, არსებობს სირიაში ის მოცემულობა, რომ პან-არაბული ცენტრალიზებული სახელმწიფო წარმოიქმნეს, რომელიც დამოუკიდებელი მოთამაშე იქნება ახლო აღმოსავლეთში. არსებობს თურქეთი, რომელიც უშუალოდ გვეხება ჩვენ და თურქეთს აქვს ორი პროექტი, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, პან-ოსმალური და პან-თურანისტული. ეხლა ეს თურანისტული პროექტი გულისხმობს უფრო აქეთ თურქეთის ჩრდილო-დასავლეთის მიმართულება, ანუ თურქული მოდგმის ხალხის გაერთიანებას, ერთი ვთქვათ, პოლიტიკურ გაერთიანებას. და პან-ოსმალური ეს უფრო ტერიტორიულად ყოფილი ოსმალეთის იმპერიის, ანუ ყოფილი ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიას გულისხმობს და მოიცავს და აი მათ უკვე ეტაკება ერთმანეთს არაბული სამყაროს და თურქეთის ინტერესები, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ეს თურანისტული პროექტი, თუ იქნება ეს ოსმალური პროექტი, ჩვენ ეს პირდაპირ გვეხება. ჩვენ პირდაპირ ვთქვათ, ამ თურანისტულ სამყაროს შუაგულში მდებარეობთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, და რომელიც ჩვენთვის უცხოა როგორც ეთნიკურად, ასევე სარწმუნოებრივად. და ოსმალური პროექტის შემთხვევაში, ასე თუ ისეა, მაინც ჩვენი მეზობელია თურქეთი და ოსმალური, ასე ვთქვათ, იმპერიალისტური ზრახვები ასევე არასასიამოვნოა ჩვენთვის, ხო? ამიტომ ოსმალეთის სტამბოლის მიმართულებით მუშაობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. და ეს ყველაფერი ხდება ეხლა. იმის მაგივრად, ჩემი აზრით, ჩვენ ვიდგეთ ეხლა რუსთაველზე და ერთმანეთს ვეჩხუბებოდეთ. უნდა ფიქრობდეს ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობა სახელმწიფო უშუალო ურთიერთობის გამყარებაზე. კი, ჩვენ გვყავს თურქეთში საელჩო დიპლომატები არიან, მის ტრადიციას გვაქვს უკვე 50 წლის განმავლობაში გადასარევი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ აი ამ ახალი თამაშის წესებს თუ კი მოახერხებს ერდოღანი ამის დამკვიდრებას და კავკასიაში, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თურანი ამ კუთხით კულტურული თვალსაზრისით ვამბობ, მხოლოდ და მხოლოდ კულტურული თვალსაზრისით, თურანი ორთაჭალიდან იწყება.